დავბრუნდით ეთერში, პრინციპში ძალიან ლოგიკურია გადაცემის წინა ნაწილის გაგრძელება. ისევ უნდა ვისაუბროთ 13 ივნისის მოვლენებზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოც პრინციპში იქცა ადამიანი, რომლის საცოლეც დღეს ჩვენთან სტუმრად არის, როგორც გავარკვიეთ. კი ჰიპოპოტამი ბეგლარი, რომელიც პრინციპში მსოფლიომ გაიცნო, იმიტომ რომ ის ფოტოები, რომელსაც ხედავდით, ვრცელდებოდა ელვის სისწრაფით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან მაიკო ჯამბაზიშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, ქეთი ლეკვინაძე, საბავშვო ბაღის აღზრდელი და ხატი ალფაიძე, პიარ სპეციალისტი, მოკლედ სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანები, რომლებიც გააერთიანა ბეგლარის კულტურის დადგმის იდეა. მოდი დავიწყოთ სწორედ ამ იდეით. პირველ რიგში მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ეს იდეა რომ არსებობს, ალბათ ჩვენი მაყურებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის და შეიძლება პეტიციასაც მოაწერეს ხელი, ესე ვთქვათ, მაგრამ საინტერესოა როგორ გაჩნდა და ვის გაუჩნდა ეს იდეა, რომ ქალაქი ითხოვს ბეგლარის სკულპტურას. ეს იდეა გაჩნდა, რა თქმა უნდა, ამ 13 ივნისის ამბების შემდეგ, აი მე გამიჩნდა ესე ვთქვათ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბევრი სხვა ადამიანიც ზუსტად ესე ფიქრობდა, მაგრამ თავიდან ანუ აი სტიქის კადრებს უყურებდი დილას და ალბათ უმრავლესობა ადამიანების დილას შევიტყვეთ, რომ ესეთი რამე მოხდა. ჯერჯერობით არაფერი ვიცოდით ადამიანური მსხვერპლის შესახებ და გამაოგნებელი და ბეგლარი. სრულიად ხო ეს კადრები რაღაც და ამაში უცბად აი თავზარი რომ დაგეცემა. ნუ ეხლა ესეთ რაღაცას რო ისმენ და უცბად რო დავინახე ეს ბეგლარი. ხო თან ძალიან საინტერესოა ეს რომ ბეგლარის ამბავი უკვე დილით იყო და სანამ დაიწყებოდა აქტიურად მოქალაქეები ჩართვა სამოხალისეო საქმეებში და შემდეგ უკვე ბეგლარი რაღაც გარკვეული იმედის სიმბოლოც კი იყო თავისი რაღაც რა ქვია ჭადრის ხო იცი რა აი ამ ძიმე დილას რაღაცა მე მგონი ყველას ღიმილს იწევდა ერთადერთი ხო რაღაცა ეს კადრი იყო რამაც აი რაღაც დადებითი ემოცია ღიმილი და რაღაც ესეთი რეაქცია და გამიჩნდა იდეა რომ ეს ფაქტია ასე ვთქვათ ბეგლარის ესეთი გასეირნება ლეგენდარული გმირთა მოედანზე რომ რაღაცით ყოფილიყო აღნიშნული თუმცა ამ იდეის გაჩენას ალბათ ცოტა ანუ პრედისტორიაც აქვს ეგეთი რომ აი ძალიან ბევრი წლის წინ მე ფრანგული სპეციალისტი ვარ და როცა ვიყავი პირველად ლუვრის მუზეუმში სადაც ყველა მინდის ვთქვათ პირველ რიგში ჯოკონდას და ესეთი შედევრების სანახავად რატომღაც ამოვიჩემე და ჩემი უსაყვარლესი ექსპონატი გახდა ლუვრის ლურჯი ჰიპოპოტამი ეს არის ნილოსის ღვთაება წამოღებული სხვათა შორის კი ესე სხვათა შორის ის აღსანიშნავია რომ აი ეს ბეგლარის კადრები რომელიც დასეირნობს თბილისის ქუჩებში ძალიან აქტიურად გაშუქდა უცხოურ მედიაში შეიძლება ითქვას რომ თავიდან ამაზე კეთდებოდა აქცენტი და შემდეგ უკვე სხვა თემებიც შევიდა ბუნებრივია რამდენადაც ვიცით 1000 კაცამდე აწერს ხელს ამ პეტიციას ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ გამოკითხვა ჩვენი თანაქალაქელები როგორ ხვდებიან ამ იდეას უნდა დაიდგეს თორე გმირთა მოედანზე ბეგლარის სკულპტურა ვნახოთ თუ შეიძლება მოგწონთ თუ არა იდეა რომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე ჰიპობეგლარის სკულპტურა დაიდგეს კი რატომაც არა ძალიან კაი იქნება ძალიან საყვარელია და ძალიან გაგვახალისებს თუ ყველანი შევხედავთ რატომაც არა ძალიან კარგია მე მომხრე ვარ სულ ერთია ჩემს იქნება თუ არა კი ალბათ კარგი იქნება სასაცილოდ ცუდი იდეა ნამდვილად არ არის ოღონდ აი ტერიტორიას შევარჩევდი უფრო სხვას არ ვარ მომხრე ფიქრობ ჩვენ ქვეყანას დღეს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები გააჩნია რა ფორმა მიეცემა თვითონ ამ სკულპტურას არ მომწონს ეს იდეა საჭიროებას არ წარმოადგენს კარგი იქნება რადგან გაგვახსენებს იმ ეკოლოგიურ პრობლემებს რის წინაშე ჩვენ გავართ ახლა ერთ-ერთი პასუხი იყო ესეთი გააჩნია როგორი ფორმა ექნება ამ სკულპტურას საინტერესოა თქვენ წარმოდგენაში როგორი ფორმა ექნება და ვინ იმუშავებს ამ ფორმაზე მე მაგალითად ჯერ სახლშიც დავხატე ჰიპოპოტამი თავიდან ცხვირზე დავხატე რომ ჩემი სიყვარული გამომეხატა მის მიმართ აი მაისურზე არ ვიცი ხო როგორ ჩანს კი აღიჩა ჩვენი რომ მე მგონი მაყურებელი ხედავს აი ეს არის უფრო ბავშვური ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მაგრამ სკულპტურა რომელიც იქნება დედაქალაქში უფრო პირველი რაც შეხედა უნდა იყოს ახაც სიძლიერე უნდა მოდიოდეს მაგრამ იცი რა ხო აი რისი სიმბოლო უნდა იყოს ეს სკულპტურა სიცოცხლის გადარჩენის უნდა იყოს სკულპტურა მწვანე ეკოლოგიური გაგებით და რა თქმა უნდა ჩემი აზრით ესევე როგორი ანუ განაშენი ანუ როგორც არ უნდა განვითარდეს იმ ტერიტორიის ბედი და როგორი პროექტიც არ უნდა გადაწყდეს და მინდა გითხრათ რომ ჯერჯერობით რაც საზოგადოებისთვის ცნობილია ორი ალტერნატიული პროექტია ხა ანუ ყველაზე უფრო რა თქმა უნდა ჩვენ იმის მომხრეები ვართ რომ ეკოლოგიის რაღაცა მხრივ განვითარდეს ესეთი აზრიც გამოითქვა რომ იმ ტერიტორიის მასკოტად იქცესო ეს სკულპტურა რომელიც შესაძლოა იქ დაიდგას
რა თქმა უნდა ჩვენც მოსმენილი გვაქვს ეს აზრი რომ რაღაცა სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია და ესე შემდეგ და მინდა აუცილებლად ავღნიშნო რომ ჩვენი მონაწილეობა პირველ რიგში ალბათ ესეც საინტერესოა აი ამ ესე ვთქვათ პროექტში არის სრულიად ესეთი ეთილინების ნებაყოფლობითი მოხალისეობრივი ისევ როგორც სხვა ადამიანებმა თავისი ძალების ფარგლებში შეიტანეს წვლილი ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის სტიქის შედეგების აღმოფხვრისთვის ან ესე შემდეგ მე ჩემი მხრიდან რაც შემეძლო ეს შემეძლო კი ანუ ბუნებრივად მოხდა რა თქმა უნდა ამ იდეის გაჩენა მაგრამ ხა მეგობრები შემომიერთნენ ვინც ესევე არა მხოლოდ მეგობრები იზიარებენ ამ იდეას და ეთანხმებიან მე როგორც ვიცი უცხოეთიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი მხარს უჭერს ამ პროექტს ასე ვთქვათ რომ მართლაც დაედგას ბეგლარის სკულპტურა საუბარი არის უკვე იმაზე ვინ იმუშავებს ამ ქანდაკებაზე და ისეთ დეტალებზე თუ ჯერ ვაგროვებთ ხელმოწერებს და სადამდე უნდა ავიდეს ხელმოწერები რომ დამტკიცდეს ასე ვთქვათ ეს უკვე პროექტი სავარაუდოდ ჯერ შეგროვდება ხელმოწერები და ამის მიხედვით უკვე მაიკო ჩაუდგება სათავეში რომ გაკეთდეს კონკურსი აუცილებლად იმიტომ რომ ეს მოვლენა იქცეს ძალიან მასშტაბურად ჩაერთვნან ყველა ახალგაზრდა სკულპტორები დიზაინერები და ასე შემდეგ რომლებიც იმუშავებენ ზოგადად ამ პროექტის იდეის განვითარებაზე მე მაიკოს მეგობარი ვარ და ხარს ვუჭერ ამ იდეას დღიდან როგორც კი მან თავის Facebook-ზე გამოაქვეყნა ეს სტატუსი რომ ესეთი იდეა დაგებადა თუმცა ეს ისეთი კეთილი ამბავია ისეთი სიკეთე მოდის მისგან გადარჩენის სიმბოლო რა ვიცი გადარჩენის იმედი ყველაფერი არა და საერთოდ მე საინტერესო მონაცემები ვნახე რომ სულაც არ ყოფილა ჰიპოპოტამი ესეთი მშვიდი და საყვარელი ცხოველი როგორც გამოიყურება ჩვენი ჰიპოპოტამი იყო იმ პირობებში ძალიან სამაგალითო მე კითხები არ გააჩნიეს გარკვეულწილად ესეთი აგრესიული ცხოველის სკულპტურის დადგმა ჩვენ მოვემზადებით ამისთვის აუცილებლად რომ ამ კითხვებსაც გავცეთ რასაკვირველია პასუხები უკვე გვაქვს რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანი იქნება ის რომ ანუ აი ამ მოვლენაში როცა ყველა დაგრუზული იყო უკაცრავად ამ ტერმინისთვის, როცა ყველა გლოვობდა, როცა ყველა განადგურებული იყო და ასე შემდეგ. მისმა გამოჩენამ, აი წარმოიდგინეთ, მთელი ღამის განმავლობაში მეჭირა ხელში და ყველა არხზე ვთავდი ესე ვუყურებდი მოვლენებს. ცრემლი რომ მოგდის და უცებ გამოჩნდა ბეგლარი და გეღიმება და აი გიხარია რომ რაღაცა და სხვათა შორის თუ დააკვირდებით მე მოვლენები როგორ განვითარდა ხო უცხოურმა მედიამ აქცენტები გააკეთა ეს მე მგონი თავიდან იცი აი სულ პირველ დღეს აი დილიდან როდესაც მართლაც ერთ-ერთი პირველი კადრი იყო როდესაც ბეგლარის სეირა და არ არსებობდა მონაცემები ვთქვათ იმანამდე არ იყო და შესაბამისად თუმცა მე უკვე ციფრებზეც დაღუპულთან საუბრობ და გადაფარა ყველაფერი უკვე ადამიანურმა მსხვერპლმა მე ჯერა რომ აი ამ სკულპტურის გამოჩენა კიდევ არაერთხელ ალაპარაკებს მსოფლიოს საქართველოსზე ჩვენზე ხო შეიძლება ეს სკულპტურა ჩვენი ქვეყნის ავიზიტო პარადი და მე მაინტერესებს სხვა ქვეყნებში თუ არსებობს თუ გაქვთ ინფორმაცია სადმე არსებობს თუ არა ჰიპოპოტამის სკულპტურა რომელიმე ქვეყანაში არა მხოლოდ სხვა ქვეყნებში აი თბილისშიც მსიურის პარკში როგორც მე სხვათა შორის არ მახსოვდა მაგრამ ეხა იმდენი ინფორმაციებია რაც კი არის ჰიპოპოტამთან დაკავშირებული ყოველი მხრიდან მიგზავნიან აი ხატიამ აღნიშნა რომ ჩვენ მეგობრები ვართ და იქეთი მაგალითად გავიცანი ამ სიტუაციებთან დაკავშირებით კიდევ სანდრო ლალიაშვილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მაგრამ ვერ მოახერხა სტუდენტია და დღეს გამოცდა აქვს და წარმატება უსურვოთ მე შეგაკეთე საპატიო მისესი აქვს კი დიზაინერ გრაფიკოსია სანდრო და ნახე მისი დახატული ანუ გამოსახულება ძალიან მომეწონა და დღეს გავიცანი ქეთი სანდროც დღეს უნდა გამეცნო და ბევრი ადამიანია ნაცნობობა არ ქონია და აი ამ ხელმოწერების შეგროვების დროს პეტიცია უბრალოდ ესეთი სახე არსებობს აი რაღაც ცოტა ისეთია ჰიპოპოტამის გამო პეტიცია მაგრამ უბრალოდ ინტერნეტში ესეთი ფორმა არსებობს სხვა ფორმა ვერ მომხდეთ რომ ეს მომხრები მოგვეგროვებინა მე რა თქმა უნდა ალბათ ისე როგორც ყველანი ჩვენ მომხრევ არ იმის რომ ეხა იდეა რო გაჩნდა ეს ერთია მაგრამ ქალაქმა უნდა გაითავისოს ეს და მართლაც უნდა დავინახოთ საჭიროება ამისი არსებობს თუ არ არსებობს მე პირადად მგონია რომ მხოლოდ დადებითი არის
ის თუ ჩვენს ქალაქს რაღაცა ერთი ღირსშესანიშნაობა, ესეთი შეემატება, რომლის ესე ვთქვათ, ცნობადობის ასამაღლებლად ძალიან კარგი წინაპირობა უკვე არსებობს და მე ვფიქრობ, რომ კონკურსი აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ეს კონკურსიც იმისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ ჩვენი ქალაქი ეს უბანი და ესე შემდეგ უფრო და უფრო პოპულარული გახდეს. მე როგორც ვიცი, თქვენ არ გსურთ, რომ პროექტი დააფინანსოს ქალაქის მერია. იცით რა არის, აი ზუსტად იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი თანამოქალაქეები გამოხატავენ ამ აზრს, რომ პრიორიტეტულია სხვა რაღაცები და დიახ და ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და ესე შემდეგ. ნუ ჩვენც ყველანი ამ რეალობაში ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ხა და მარტო ამით არ საზრდოობთ, ესე ვთქვათ, რომ ესეთი კულტურა გაკეთდეს და ესე შემდეგ და მე მიმაჩნია, რომ თუ ანუ ჩვენ თუ ეს პეტიცია 2000 ადამიანია, ანუ რაღაცა წარმომადგენლობითობა რომ გააჩნდეს უბრალოდ ამ იდეას, როდესაც მივმართავთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ აი ხელისუფლების ჩართულობა მე მიმაჩნია, რომ ამაში უნდა იყოს მხოლოდ ისეთი, რომ ტერიტორია გამოგვიყონ, თქვათ, ნებართვა გასცენან, ესე შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი იქნება მოვიწიოთ რაღაცა ისეთი ფინანსური წყარო, რომელიც პირდაპირ არ ერთვება, თქვათ, სტიქიის შედეგების თუნდაც აღმოფხრაში ადამიანებისთვის დახმარების გაწევით. დიახ, აი ვინც თქვათ აფინანსებს გამოხმაურება ხო არსებობს, ანუ სხვაგან მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები, არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, ფონდების მოგროვებად მოძება შეიძლება. ან აფინანსებს ეკოლოგიური ცნობადობის ამაღლებას, თქვათ ესე შემდეგ. სხვათა შორის ამ იდეის მხარდამჭერი ახლა არის კიდევ ერთი ახალგაზრდული მწვანე მოძრაობა, მწვანე მუშტი ესეთი. ძალიან აქტიური. სხვათა შორის მწვანე მუშტი ჩვენ სტუდიის წარმომადგენლები ჩვენ სტუდიაშიც იყვნენ ნამყოფები. დიახ და ვიცი ამის შესახებაც და აი ისინიც ძალიან მომხრიანიან იმის, რომ აი ეს სკულპტურა, რომელიც იქნება ერთი მხრივ ჰუმანიზმის, ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების, იგივე რაც წეღან აღნიშნეთ გადარჩენის სიცოცხლის განახლების და ასევე აი ეკოლოგიისკენ რომ მოგვიწოდებს და შეგვახსენებს მუდმივად აი ამის გამოხატვა. ალტერნატიული აზრივით რო ვთქვათ ბოტანიკურში გაწყვეტინეთ, მაინტერესებს ეს რაღაც აი ჩემთვის მაგალითად ცოტა გაუგებარი რატო უნდა მოხდეს ხოლმე თუნდაც ტრაგედიების სიმბოლიზება და აი ამის დადგმა რაღაცების ძეგლების თუნდაც ამის გამომხატველობის, როცა შეიძლება ეს ძალიან ბევრ ადამიანს ახსენებდეს ძალიან დიდ ტრაგედიას და აყენებს. ხოებს ალბათ არ უნდა უწყებოდეთ ის რაც გადავიტანეთ და რაც ჩვენი ისტორია აქვს ზოგადად ვსაუბრობ. ძეგლების დაცვასთან სკულპტურების გარეშე შეგიძლია გვახსოვდეს. თქვენ რა როგორ ახსნით ამას რა? იცით რა არის ხოთა შორის ერთ-ერთმა ჩემთვის ძალიან პატივსაცემა და ნუ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილმა, მაგრამ არ გვაქვს უბრალოდ ამაზე ესეთი საუბარი რომ ის სახელს დავასახელებდნენ ესე შემდეგ ზუსტად ეს აზრი გამოთქვა ძალიან ვთქვათ ქალბატონმა რომ აი ტრაგედიების აღნიშვნა უკმარაო ნუ საქართველოში ამ სკულპტურებით ინსტალაციებით ან ესე შემდეგ და მე მიმაჩნია რომ ეს ტრაგედიის კი არა პირიქით იმ ტრაგედიაში აი დადებითი სხივი ერთადერთი რაც იყო რაც ყველამ ჩვენ დავინახეთ და გარდა იმისა რომ დადებითი იყო მუდმივად რომ შეგვახსენებს რომ ეკოლოგიაზე და ქალაქზე ზრუნვა მუდამ უნდა გავაკეთო იმისთვის რომ კიდე არ განმეორდეს მსგავსი რამე მე ვფიქრობ ეს მოვლენები მაინც ყველას ემახსოვრება და ამისთვის არ არის საჭირო მონუმენტი ან რამე გამოსახულება მუდმივად იქნება ჩვენ მახსოვრობაში და რაც პოზიტიური იყო თუ იმას დავინახავთ და არა რამე სხვას ეს მხოლოდ და მხოლოდ მის შესაძლებელია ასე რომ იმედია იმ ადამიანების რიცხვი ვინც მხარს დაგიჭერთ გაიზრდება ჩვენ გიერთდებით მე მგონი ყველა ალექს შენ ალექსი და მომავალ კვირას ორშაბათს როცა შემოგვიერთდება ვკითხავ თავისუფლად დიდი მადლობა სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით და ჩვენ შევხვდებით უკვე ერთმანეთს ხვალ 12 საათზე დროებით